თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ ეროვნული ფორუმის წევრ ზაზა ჩარკვეტაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა ზაზა ჩარკვეტაძე ხუთშაბათს ილოს ბაზრობაზე გამართული აქციის დროს დააკავეს, ის იმ დღესვე მოდულის შენობაში გადაიყვანეს. ზაზა ჩარკვეტაძეს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. ბრალდება 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება მაესტროს ჯგუფი და ანა გოჩაშვილი გვეტყვის, როგორ შეხვდნენ ეროვნული ფორუმის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას. ანა, გისმენთ. იმედა ეროვნული ფორუმის ლიდერები საზოგადოებას მოქმედების უახლოეს გეგმებს უახლოეს დღეებში გააცნობენ. შეგახსენებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ზაზა ჩარკვეტაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა რამდენიმე წუთის წინ შეუფარდა. სასამართლო მას პოლიციის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქ შეკრებილები იყვნენ ეროვნული ფორუმის ლიდერები და მათი მხარდამჭერები და აცხადებდნენ, რომ ზაზა ჩარკვეტაძე უკანონო პატიმარი და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მე ამისთან სისულელე და სიბრიყო, რაც მოვისმინე დღეს ვითომ პროკურორისგან, არასოდეს არ მომისმენია, თუმცა ბევრ მსგავს სასამართლოს დავსწრები ვარ. ეს არის პოლიტიკური დევნა უკვე ზაზას, იმიტომ რომ ის არის ფორუმის ერთ-ერთი თანამდებობის პირი. შესაბამისად მას პოლიტპატიმრობისთვის ამზადებენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ზაზა ერთადერთი არ არის საქართველოში. სინდისის პატიმრების და უკანონო პატიმრების გათავისუფლების ერთადერთი საშუალება არსებობს. ის რეჟიმი და სისტემა უნდა შეცვალო უსწრაფესად, რომელსაც ყავს პოლიტპატიმრები. მე ვთვლი, რომ ზაზა ჩარკვეტაძე არის უკვე პოლიტპატიმარი, ეროვნული ფორუმი არის ის პარტია, რომელსაც უკვე თავისი პარტიული წევრი ყავს, პოლიტპატიმარი. რაც შეეხება მოქმედებას და გაკეთებას, ძალაში რჩება ის ჩვენი პირობა და სიტყვა, რომ ეს წელიწადი აღარ უნდა გადაათიოს ამ ხელისუფლებამ. არაფერი, ეს არავითარი სასამართლო არ არის. ეს არის ტიტველი მაიმუნის სპექტაკლი. დღეს ჩვენ ვართ შეკრებილები ჩვენი მეგობრის მხარდასაჭერად. თითოეული ადამიანის გულისთვის, ჩვენი მხარდამჭერის გულისთვის, ეროვნული, კერძოდ ეროვნული ფორუმის წარმომადგენლისთვის ყველაფერს იგივეს გავაკეთებთ. გაუნძიებელი ძალიან დაბალ ხმაზე კითხულობდა თავიდანვე ჯერ საქმეს და შემდეგ, როდესაც საბოლოო სიტყვა მიცეს თუ რა სიტყვოდა და ეთანხმებოდა თუ არა დაცვის მიერ წარმოქმნილ მასალებს, აბსოლუტურად არ ისმოდა დარბაზში, რასაც თავისთავად ბუნებრივად მოყვა ჩვენი პროტესტი. ამის გამო მოსამართლემ გადაწყვეტა, რომ ნახევარდარბაზი უნდა გამოეწევებია, მათ შორის ლიდერები ბუბა სანიკიძე, ირაკლი მალაშვილი გამოეწევეს დარბაზს და მე 250 ლარიანი ჯარიმა დამეკისრა გადასახდელად. ზაზა ჩარკვეტაძე სამართალდამცველებმა 2 დღის წინ ლილოს ბაზრობასთან დააკავეს. ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა მაღაზიების დალუქვა გააპროტესტეს და გაფიცვა მოაწყვეს. მათ მხარდასაჭერად მივიდნენ ეროვნული ფორუმის წევრები. ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. სწორედ ზაზა ჩარკვეტაძის დაკავებაც სწორედ ამ ინციდენტის დროს მოხდა. ანა გოჩაშვილი საუბრობდა, მას ასე ზაზა ჩარკვეტაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ეროვნული ფორუმი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. შეგახსენებთ, რომ ზაზა ჩარკვეტაძე ეროვნული ფორუმის წევრებსა და მათ ლიდერებთან ერთად ხუთშაბათს ლილოს ბაზრობაზე აქციას მართავდნენ, რა დროსაც ბაზრობის დაცვასა და მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა ეროვნული ფორუმის წევრი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დაპირისპირება მოხდა ბაზრობის კერძო დაცვის თანამშრომლებთან და არა სახელმწიფო მოხელეებთან, როგორც ეს დაკავების ოქროში აღნიშნული. სხვა მთავარი თემები. დღეს სასტუმრო რედისონში საქართველოს რადიოლოგთა მესამე კონგრესი გაიხსნა. ორდღიან კონგრესზე 50-მდე საერთაშორისო დონის მეცნიერია მიწვეული. ღონისძიება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რადიოლოგთა ასოციაციის მეცნიერებათა აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება. მედიცინაში არსებული დიაგნოსტიკისა და კურნალობის მეთოდების შესახებ ქართველი და უცხოელი მეცნიერები მოხსენებებით გამოდიან. კონგრესი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმომადგენლობითი სამეცნიერო კონფერენცია და ალბათ საქართველოს იმიჯისთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მუდმივად ფიქსირდებოდეს როგორც მოწინავე ქვეყანა, როგორც
მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყანა და როგორც რეგიონული ცენტრი, სადაც ტარდება ასეთი მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო კონფერენციები. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში მუდმივად ჩამოდიოდნენ სტუმრები და მუდმივად საქართველოს იმიჯი იყოს იმიჯი ქვეყნის, რომელიც არის მოდერნიზაციის, განახლების და მეცნიერული განვითარების პროცესში. საერთაშორისო კონგრეს რადიოლოგთა ბატონი ფრიდონ თოდო არის გამორჩეული ადამიანი, რომელმაც შეძლო ძალიან მძიმე წლებში შეექმნა რადიოლოგთა სკოლა, საერთაშორისო აღიარება მოეპოვებინა და დღესაც ქართული სკოლა არის ერთ-ერთი ლიდერი და მნიშვნელოვანი და ღირსეული ადგილი უჭირავს მსოფლიო რადიოლოგიაში. საქართველოს მიეცა პირველად ყველა საბჭოთა ქვეყნებიდან იმის შესაძლებლობა, რომ ჩატარდეს საქართველოში წელიწადში ორჯერ გამოცდები, სასერტიფიკაციო გამოცდები და მიეცემათ ევროპული დიპლომი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახალგაზრდობას ექნება უფლება ნებისმიერ ევროპის კლინიკაში იმუშაოს. ხალხმრავობა ყველას აინტერესებს, რა ხდება რადიოლოგიაში ახალი, ეს თანამედროვე ძლიერი და ასეთი საჭირო დარგი. ამის გარეშე დღეს წარმოუდგენელია მედიცინა. სოფლიო პრესა კვლავ მიხეილ სააკაშვილის ბათუმურ ვოიაჟზე წერს საქართველოს პრეზიდენტის ფოტოსესია პუტინის სტილში. ასეთი სათაურით აგვეხნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა ტელეგრაფი. ავტორი ენდრიუ რობინსონი წერს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტმა იმის დამტკიცება სცადა, რომ ის ისეთივე მაჩუა, როგორც მისი მოსისხლე მტერი ვლადიმერ პუტინი, როდესაც ჩავ ზღვაში მომქანცველი 2 მილი გასურა. ეს სპორტული გამოსვლა, რომელიც ჩარჩან ციმბირულ მდინარეში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის კუნთმაგარ ცურვას მოგაგონებდათ. თითქოს ტურიზმის მხარდაჭერას ისახავდა მიზნა და მისი კულმინაციურ მომენტად სააკაშვილის მიერ საბანაო კოსტუმში მიცემული ინტერვიუ იქცა. ტელეგრაფი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში მის ფოტოსესიამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე სახელმწიფომ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის გამოც პრეზიდენტს მისი ოპონენტები კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან. გამოცემას ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის ციტატა მოჰყავს. საქართველოს ახალი კონსტიტუცია იმის დე იურე დასტურია, რომ საქართველო და მთელი მსოფლიო მიიღებს დიქტატორს, რომელიც სამუდამოდ დარჩება ხელისუფლებაში. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ საღამოს კომპანია ინტელის ვიცე-პრეზიდენტი ჯონ დევისი მიიღო. კომპანია ინტელი საქართველოში ქვეყნის მთავრობასთან ერთად ერთლარიანი კომპიუტერების აქციას ახორციელებს. დევისთან ერთად საქართველოს ასევე ეწვია კომპანიის რეგიონული მენეჯერი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ტერიტორიაზე დიმიტრი კისელი. ვიზიტის ფარგლებში ინტელის ხელმძღვანელობამ რამდენიმე შეხვედრა გამართა, განათლების მინისტრთან ხელი მოეწერა მემორანდუმს კომპიუტერი ყველასათვის პროექტის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ქვეყნის მოსახლეობის პერსონალური კომპიუტერებით ხელმისაწვდომ ფასებში უზრუნველყოფის საკითხებში. მემორანდუმის ფარგლებში ამოქმედება ახალი პროექტი, რომლის მიზანია საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს საშუალება მიეცეს სპეციალურ ფასად შეეძინოს სასურველი კომპიუტერი ან ნოუთბუქი. თბილისობის მესამე დღეა. დილიდან ძველი თბილისის უბნებს მთაწმინდას ვერასა და სოლოლაკს თეატრალიზებული ფორმით ძველი ტრადიციების მსგავსად მუსიკის განხლებით ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილი ჯგუფი მოივლის და მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს თბილისობის ღონისძიებებზე მიიწვევს. თბილისობის პროგრამით ასევე განსაკუთრებით ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი ვარდების რევოლუციის მოედანზე. კერძოდ იქ მოეწყობა საწნახელი და უკრავს თბილისის მერის საკონცერტო ორკესტრის ბიგ ბენდი და ქართველი მომღერლების საესტრადო კონცერტი გაიმართება. ჟურნალ ავტობილდის ორგანიზებით მოეწყობა თბილისის ავტოშოუ, სადაც 15-მდე ყველაზე გამორჩეული ანტიკვარული მანქანა გამოიფინება. ამასთან საავტომობილო დილერები მხოლოდ ერთი დღით უპრეცედენტო პირობებით უახლეს მოდელებს ფასდაკლებით გაყიდიან. ასევე ვარდების რევოლუციის მოედანზე ქართული ყველისნაირი სახეობების გამოფენა გაყიდვაც გაიმართება. ერთ-ერთი ღონისძიება არის მერიის ორგანიზებით გაკეთებული ტრადიციულად ყოველწლიურად, რომელიც იმართება, ეს არის საწნახელი, სადაც მიმდინარეობს ყურძნის დაწურვა. ეს ყურძენი, დაწურული ყურძენის შემდეგ მოხმარდება, ანუ ღვინო დაიწურება და მოხმარდება ქალაქის სტუმრებს. ასევე ჩვენს მოსახლეობას შეუძლია წაიღოს აქედან წვენი და დაწუროს ღვინო და მოიხმაროს შესაბამისად. წლევანდელი თბილისობა ნამდვილად მოსაწონი არის და მივესალმებით ასეთ ღონისძიებებს, რომ ყოველთვის ყოფილიყოს ჩატარებული მრავალი ყოველწლიურად.
მეიდანის ტრასაზე კი მსურველთათვის 3 დღის განმავლობაში გამოყენებითი ხელოვნების მასტერკლასები ჩატარდება. მასტერკლასებში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ანკეტები საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებგვერდზე folkg-ზე უნდა შეავსონ. მასტერკლასებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული ოსტატები ჩაატარებენ. ღონისძიება ფოლკლორის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მეშვეობით ხორციელდება. მასტერკლასებში მონაწილე თანამედროვე თეკას სვანური თელვას, ტრადიციულ ქსოვას, ფარდაგი, ჯეჯემი, ჩიტები და პაჭიჭები, ტრადიციულ ხევსურ ჯვრულ ქარგვას, თვილს და სხვა გამოყენებითი ხელოვნების სახეობებს გაეცნობიან. 3 დღე თბილისობასთან დაკავშირებით ჩვენ ფოლკლორის ცენტრი ვატარებთ მასტერკლასებს გამოყენებით ხელოვნებაში. ჩვენ მოვიწვიეთ 12 ოსტატი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის არის 2 ოსტატი სვანეთიდან, რომლებიც შეასწავლიან სვანური ქუდების კეთებას. ასევე იქნება ქვილთი, ასევე იქნება ნაქარგობა, ასევე იქნება ქსოვა, ასევე იქნება ფარდაგები. მე ვაკეთებ სვანურ ქუდს. იმიტომ ვარ ჩამოსული, რომ ვასწავლო სვანური ქუდი. გაკეთება, მატყლის განკეთდება, ეს არის სუფთა შალი, რომელიც არის სამკურნალო. თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გუშინ საღამოს თბილისის მერმა განახლებული აჭარა გახსნა. სასტუმრო Holiday Inn-ის წარმომადგენლებმა თბილისობასთან დაკავშირებით წინასწარ დათვალიერება მოაწყვეს და სტუმრებს უმასპინძლეს. Holiday Inn 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა 252 ოთახისგან შედგება და საერთაშორისო კლასისთვის საჭირო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ის განკუთვნილია როგორც დასვენების, ასევე საქმიანი ვიზიტით ყოფი სტუმრებისათვის. პროექტი $28 მილიონი დაჯდა და ქართული ინვესტიციით განხორციელდა. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყო ეს მოგზაურებული ღონისძიება, რომელსაც დავარქვით წინასწარი ჩვენება, წინასწარი დათვალიერება ჩვენი სასტუმროსი. სასტუმრო ოპერირებას დაიწყებს ნოემბრის შუა რიცხვებში. სასტუმრო გახლავთ 4 ვარსკვლავიანი, ეს არის Holiday Inn, რომელიც დაეთებს 252 ოთახს და ყველა შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომელიც საჭიროა მაღალი კლასის სასტუმროსთვის. ეს გახლავთ სრულიად ქართული ინვესტიცია, პროექტის ღირებულებაა დაახლოებით $28 მილიონი. ნებისმიერი ქალაქისთვის და რა თქმა უნდა განსაკუთრებით თბილისისთვის ასეთი სასტუმროს გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკის განვითარებაზე, როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის წინსვლაზე, მოდერნიზაციაზე, ეს ყველაფერი პირველ რიგში უნდა აისახოს თითოეული თბილისელის ცხოვრებაზე. 150 ადამიანი დასახლდება ამ სასტუმროში. ჩვენი ვნება არის შენებაში და არა აშენებული ტკბობაში. ჩვენ გვაქვს უფუნება, რომ დავტყვეთ ამ აშენებულით, მაგრამ ხვალიდან ისევ შენებლობაზე უნდა ვიფიქროთ. გუშინ ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლის თავისადმი მიზღვნილი სპექტაკლი დონ კიხოტი გაიმართა. სპექტაკლების კრებული 20 ოქტომბერს დაიწყო რუსაველის თეატრში და 24 ოქტომბერს გალა კონცერტი დასრულდება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ეს იყო მოვლენა და დარჩება ასეთად მუდამ. ძალიან სასიხარულოა და სხვანაირად არ შეიძლება რომ ყოფილიყო, რომ ასე აღინიშნება მისი 100 წლის თავი. საერთოდ ვახტანგ ჭაბუკიანი განუმეორებელი იყო ამ სპექტაკლში. ეს ულამაზესი სპექტაკლია და მთელი ბავშვობა ჩვენი და ახალგაზრდობა გავატარეთ ოპერის თეატრში. მაგრამ აი დღეს მე გაუცებული ვარ, არაჩვეულებრივი თაობა, არაჩვეულებრივი და ძალიან კარგად სასიამოვნოდ და სილამაზეც და ცეკვაც და ხელოვნებაც და ყველაფერი ჩანს.